მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუბრებ კვირის პროგნოზზე 29 ივნისი 5 ივლისის ჩათვლით. წინ გვაქვს 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული ასტროლოგიური კვირა. რამდენიმე დღეში ერთმანეთს ენაცვლება ესეთი მოვლენები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არამედ მომდევნო თვეებსა და ერთი წლის მიმართულებასაც შეცვლის და მოახდენს ძალიან მნიშვნელოვან დიდ გავლენას. 29 ივნისს მარსი გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. ჩვენი ტემპრი საგრძნობლად აჩქარდება, მოიმატებს კომუნიკაციების თემა, ბევრი გადაადგილებები, გაიზრდება უფრო მეტი ურთიერთობების სურვილები, როგორც საქმიანი, ასევე კომუნიკაციის კუთხით, ასევე მოიმატებს ნერვოზულობა და მოუთმენლობის ძალიან დიდი ალბათობები. რაც შეეხება 30 ივნისს გვექნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ კუთხით, რომ იუპიტერი ტოვებს კიჩხიბის ნიშანს და გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში. სადაც მთელი ერთი წლის განმავლობაში იმოძრავებს ამ ნიშანში და იწყება 12 წლიანი ციკლი. ვისაც გინდათ და სურვილი გაქვთ სრული ანალიზი მოისმინოთ იუპიტერი ლომში და ზოდიაქოს ნიშნებზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს გვერდზე და ნახოთ ვიდეო. რაც შეეხება 30 ივნისს, ასევე მერკური გადადის რეტროგრადულ მდგომარეობაში და ეს ნიშნავს, რომ აქ წარსული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს. შეიძლება დაბრუნდნენ ადამიანები, განახლდეს ძველი ურთიერთობები, ასევე შეიძლება გადაისინჯოს ოჯახური საკითხები, ან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია, რომლებიც დაუსრულებელია და ეს დრო არანაირად არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში, ეს არის დრო გადახედვის, გააზრების, შეცდომების გამოსწორების. ამავე დღეს 30 ივნისს თბილისის დროით 03 საათზე და 56 წუთზე გვექნება სავსე მთვარეობა კირჩხიბი დღისქის ხეზე. მთვარე აქ იმოძრავებს დღისქის ზოდიაქოს ნიშანში და ეს იქნება მე-9 გრადუსზე. ეს სავსე მთვარეობა ძალიან ძლიერი იქნება, რადგან ზედა მთვარე ერთდროულად დაძაბულ ასპექტს აკეთებენ როგორც ნეპტუნთან, ასევე სატურნთან. ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი რეალობის წინაშე დადგება, ბევრი დაასრულებს აქ იმ სიტუაციებს, რომელიც აქამდე ვეღარ ასრულებით. მოგვიწევს ზოგიერთ ჩვენგანს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. აქ ემოციასა და პასუხისმგებლობას შორის იქნება ძალიან დიდი ზღვარი გასავლელი, ძველის დასრულების პერიოდია. მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს კარდინალურ ნიშნებში, როგორებიც არიან ვერძები, დღის რქები, კირჩხიბები და სასწორები. 4 ივლისს აქტიურდება მარსისა და ურანის შეერთება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. აქ არის მოულოდნელობებით სავსე პერიოდი, სწრაფი გადაწყვეტილებებისა და მოულოდნელობების ენერგია შემოვა აქ. შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს და ამიტომ იჩქარებთ, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება გზებზე, ტექნიკასთან იყავით ძალიან ფრთხილად. ამ კვირის მთავარი გზავნილი ასეთია. ცვლილებებს შეეწინააღმდეგებით ამ პერიოდში მერკური გვაბრუნებს წარსულ თემებს, ან რაღაცეები დავასრულოთ. სავსე მთვარეობა გვაჩვენებს სიმართლეს, სად არის ეს სიმართლე და რა უნდა გაირკვეს ამ პერიოდში და რა უნდა დასრულდეს. იუპიტერი ახალ შესაძლებლობებს გვპირდება, ხოლო მარსი გვაძლევს მოქმედების საშუალებას და ენერგიას. მაგრამ აქ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან სწორად გადაწყვეტილი, რა გვინდა და რას ვიტოვებთ, რას უშვებთ ჩვენგან. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, ეს იქნება ოჯახისა და კარიერის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გადაწყვეტილების პერიოდი. კურუებს რაც შეეხება, ეს იქნება ახალი ინფორმაციების, საბუთებთან დაკავშირების სწავლება და მნიშვნელოვანი საუბრები. ტყუპებს რაც შეეხება, ეს იქნება ფინანსური გადაფასება და ახალი შემოსავლების პერსპექტივა. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებს, ეს იქნება პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი ეტაპის დაწყება. ლომის ზოდიაქოს ნიშნებს, ეს იქნება წარსულის დასრულება, შინაგანი განთავისუფლება და ძალიან კარგია გამოყენება დასვენებისთვის ამ პერიოდის. ქალწულებს რაც შეეხება, ეს იქნება მეგობრების
სამუშაო მიზნების გადახედვის პერიოდი, ასევე სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების მნიშვნელოვანი ცვლილებები. სასწორებს რაც შეეხება, ეს იქნება კარიერული ცვლილებები, აღიარება ან პროფესიული მიმართულებების. მორიელი ზოდიაქოს ნიშნებს, ეს იქნება მოგზაურობა, სწავლა, ახალი ხედვა, ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება. მშვილდოსნებს რაც შეეხება, ეს იქნება საერთო ფინანსები, ვალები, ბანკები, ღრმა შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი. ხის რაც შეეხება, ეს იქნება ურთიერთობები ყველა დონეზე, ეს იქნება ძალიან გადამწყვეტი ეტაპი პარტნიორულ ურთიერთობაში, ან დასრულება, ან გაძლიერება. მერწყულებს რაც შეეხება, ეს იქნება სამუშაო ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდი, ხოლო თევზებს რაც შეეხება, ეს იქნება სიყვარულის თემები, შვილების შემოქმედება, ახალი შთაგონების პერიოდი. საერთო